ძალიან დაძაბულია სიტუაცია რეგიონში იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაიძაბა სიტუაცია, არ ნახულად. და შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი მოკავშირეებს კარგავს დომინოს პრინციპით. აი რაღაცნაირად ასადის რეჟიმის დამხობით დაიწყო და შემდგომ ესე იგი ყველგან შესუცდა მათი რეალური გავლენა საქართველოს გარდა. აი ეს სიტუაცია რომ შევაფასოთ ლევან. სალამ ირაკლი, მივესალმები თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ის რომ რუსეთის გავლენების სუსტება არის ლოგიკური. რაც ხდება, ეს არის ლოგიკური, იმიტომ რომ რუსეთს მისთვის სამწუხაროდ აღარ აქვს იმდენი რესურსი, რომ რამდენიმე ფრონტს გაწვდეს. მათ შორის დიპლომატიურ ფრონტს თუ ნებისმიერ ფრონტს, იმიტომ რომ აქვს სერიოზული პრობლემები უკრაინაში, მთლიანად ჩაფლულია ამ ომში, როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. შესაბამისად, მისი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, რჩებიან ყურადღების მიღმა, იმიტომ რომ რუსეთს ფიზიკურად არ ყოფნის რესურსი, მაგალითად იგივე ასადის დასაცავად, მას არანაირი რესურსი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ შეშფოთებით მოიფარგლა, თუმცა მანამდეც ომამდეც უკრაინაში ომამდეც ქონდა შემთხვევა რუსეთს, როცა მის მოკავშირეს ვერაფრით ვერ დაეხმარა, იგივე სომხეთს ჩვენ გვახსოვს, რომ სომხეთი 90-იან წლებიდან მოყოლებული ითვლებოდა რუსეთის უახლოეს მოკავშირედ, ხო და ერთ-ერთ გარანტად იმისა, რომ სომხეთი შეინარჩუნებდა იმ პოზიციას ყარაბაღში, რაც ჰქონდა მას, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ვერაფერში, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ტერიტორიის ძალით დაბრუნება, ვერანაირი სერიოზული დახმარება რუსეთმა ვერ გაუწია, ერთადერთი რაც მოახერხა, პირველი ომის დროს მოახერხა დროებითი ზავის მიღწევა და ეს იყო და ეს. რაც შეეხება დანარჩენ გავლენებს და იმას, რომ აზერბაიჯანთან სიტუაცია დაძაბულია, ხო ცხადია ეს ასე იქნება, იმიტომ რომ რუსეთი რეალურად რუსეთის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ მომენტს, რომ მას უკვე აღარ აქვს ისეთი გავლენები და ისეთი ძალაუფლება, რომელიც ჰქონდა წლების წინ და მოქმედებს ისე, თითქოს ეს ძალაუფლება ჰქონდეს. შესაბამისად, როცა მოქმედებ ისე, როგორც აღარ შეგიძლია რომ მოქმედებდე, ფიზიკურად აღარ აქვს ამის შესაძლებლობა და მაინც თავს აჩვენებ ისე თითქოს შეგიძლია, ასე დროს ყოველთვის წარმოგეშვება ისეთი კონფლიქტები, სადაც მე გიწევს სამარცხვინო უკან დახევა, რაც პრინციპში შეიძლება დაემართოთ აზერბაიჯანის შემთხვევაში, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ისინი ცდილობენ რომ თითქოს ძალა გამოასხევონ, ოღონდ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ისინი დაერივნენ, პოგრომები მოუწყვეს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს რუსეთის ტერიტორიაზე, ხო? სხვა არანაირი რესურსი რუსეთს იმისა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ რამე გააკეთოს, არ აქვს, ნუ შეიძლება კონდეს რაღაც ეკონომიკური ბერკეტები, მაგრამ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაც ხო ორმხრივი პროცესი, ეს არის სამხრივი, რომ მარტო აზერბაიჯანი დაზიანდეს ამ ეკონომიკურ სანქციებით, მithumetes ახლა განსაკუთრებით უსერიოზულეს პრობლემები აქვს, ამას თვითონაც აღიარებენ, ასე რომ ამ ნაბიჯზე არ ამგონია, რომ პუტინის ხელისუფლება წავიდეს და მithumetes აქ გუშინ სალავიოვს ჰქონდა ძალიან სასაცილო და დროულად მათთვის სევდიანი გამოსვლა, სადაც ისინი მიანიშნებდნენ რაღაც აზერბაიჯანთან ომის შესაძლებლობაზე, შესაძლებლობა რუსეთს საერთოდ არ აქვს. არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ისინი საკუთარ ტერიტორიაზეც კი საკუთარ ტერიტორიის გათავისუფლება უკრაინელი ჯარებისგან რომ მოეხერხებინათ და ჯერ ბოლომდე ვერ მოახერხეს, ამისთვის დაჭირდათ ათობით ათასი ჩრდილოეთ კორეელის ჩამოყვანა რუსეთის ტერიტორიაზე და მithumetes არანაირი რესურსი არ აქვს მათ რომ ისეთ ძალას დაუპირისპირდნენ, როგორც არის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, მათ შორის როგორც ფინანსური, ისე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით. არსებობს კონკრეტული შეთანხმება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თვალსაზრისით, ხო, ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან აუცილებლად. თურქეთი ამას არ დაუშვებს, რომ აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ფაქტორია, მაგრამ ეს ფაქტორი რომც არ არსებობდეს, აზერბაიჯანს დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა იმ პირობებში, რა პირობებიც ახლა აქვს რუსეთის ფედერაციას უკრაინასთან ომის გამო. ამიტომ თურქეთი რა თქმა უნდა აუცილებლად მას დაეხმარება, მაგრამ ამის საჭიროებაც შეიძლება არ დამდგარიყო, უბრალოდ მე გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ამ ავანტურაზე წასვლა გაბედოს, უბრალოდ ეს არის რაღაც აღტკინებული პროპაგანდისტების გამონათქვამები, რომელსაც რა თქმა უნდა სერიოზულად იქ რუსეთის ფედერაციის შიგნით პუტინის რეჟიმი ამაზე არ ლაპარაკობს, პირიქით ისინი ლაპარაკობენ, რომ ეს სიტუაცია ვიღაც მესამე ძალებმა არიეს და ეს სიტუაცია უნდა დაალაგდეს და ჩვენ რაღაც ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს და ვიღაცები ამას ხელს უშლიან. ამ რიტორიკით გამოდიან, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მაქსიმალური ესკალაციის საშუალება ამ წუთას აზერბაიჯანთან მათ უბრალოდ არ აქვს, არც ფინანსური, არც სამხედრო თვალსაზრისით და არც არანაირი თვალსაზრისით. ოღონდ აი სპეციფიკური სიტუაციაა ჩვენს კავკასიაში, ხო, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები, ამ წუთას ერთიანები არიან, არა ერთიანთან კი არ მოქმედებენ, მაგრამ თითქოს საერთო ის აქვს, რომ დისტანცირდებიან რუსეთისაგან, ხო? სომხეთზე რო ვისაუბროთ მათ შორის, იქ რა პროცესი მიდის ამ კუთხით?
ხო, ეს ბუნებრივი პროცესია ზოგადად იმ ქვეყნებში, სადაც საღიაზრი არსებობს, სამწუხაროდ ამ ქვეყნების რიცხვს ამ წუთას ჩვენ არ განვეკუთვნებით. საღიაზრი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა კონდეს მაქსიმალური დისტანცია. როგორც კი ამის საშუალება მოგეცემა და ამის საშუალება ეძლევა ამ წუთას სომხეთს, ეძლევა მათ შორის აზერბაიჯანს და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ მსგავსი ტიპის რეჟიმთან, როგორც არის პუტინის რეჟიმი, კონდეთ მაქსიმალური დისტანცია და კი, უცნაური სიტუაცია არის იმითი, რომ უცებ რაღაცნაირად სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდნენ აზერბაიჯანი და სომხეთის რესპუბლიკა. ხო, რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკას, ეს ახლა არ დაწყებულა. წლების წინ დაიწყო ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა ის ცდილობდა, რომ მაქსიმალურად დაეღწია თავი ამ რაღაც რუსეთზე დამოკიდებულებისგან და ახლა მით უმეტეს შორს წავიდნენ, როცა ევროკავშირთან იწყებენ ვიზა ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკება, ზოგადად ევროკავშირთან ინტეგრაცია ხდება და გარდა ამისა, სიტუაცია იქნება კავკასიაში ისეთი, როცა რუსეთი უბრალოდ საჭირო აღარ იქნება, იმიტომ რომ თუ ეს ორი რესპუბლიკა, საუბრობ სომხეთზე და აზერბაიჯანზე, ერთმანეთში დაალაგდებიან, სამართლიანი თამაშის წესებზე შეთანხმდებიან, არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ისინი მეგობრები გახდებიან, ისინი მეგობრები ალბათ ვერ გახდებიან, კიდევ ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ მათ შორის ომების ისტორია არსებობს, ხო? მაგრამ გამორჩეული სიზუვილია მათ შორის. კი, თუმცა ესეც რა თქმა უნდა ეგეთები დაძლეულა, მეორე რამ დაძლეულა, ხო? უბრალოდ წლები დაჭირდება და ესეც დაძლევადი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ წუთაში მათ შეუძლიათ, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს შეუძლია ნორმალური ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება, თუნდაც იგივე ზანგეზურის კორიდორზე თუ შეთანხმება მოხდება, ეს იქნება მომგებიანი სამივე ქვეყნისთვის და მათ შორის მომგებიანი იქნება კავკასიისთვის. აქ საუბრობენ იმაზე, რომ ეს ჩვენთვის იქნება დამღუპელი ბევრისგან მომისმენია ხო რომ დამღუპელი იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენ ფუნქციას კავკასიაში, ეს ასე არ არის. პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ ჩვენ ფუნქციას მაინც არ დავკარგავთ, გარდა ამისა, ჩვენს ირგვლივ რაც უფრო მეტი წარმატებული ქვეყანა იქნება, რაც უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათი იქნება, მით უკეთესია ჩვენთვის. რაც შეეხება ჩვენ ფუნქციას იმიტომ კი არ ვკარგავთ, რომ სადღაც რომელიღაც კორიდორი შეიძლება გაიხსნას. ვკარგავთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არის დაალაგებული სიტუაცია, არ არის ნორმალური გარემო, არ არის სტაბილური სიტუაცია და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ და ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა აბრალოს ოპოზიციას, რომ აქ რაღაცა ვიღაცები თურმე გადატრიალებას აწყობენ. სინამდვილეში თუ ვინმე სიტუაციის სტაბილიზაციას უშლის ხელს არის სწორედ ხელისუფლება. ამიტომ ნებისმიერი ბიზნესი ეცდება თავი შეიკავოს ამ ქვეყანაში გინდა ინვესტიციების შადებასთან, გინდა საქართველოს კორიდორის სარგებლობისგან. ანუ დაიწყებენ ისინი ალტერნატივის ძებნას. თუ ამ ქვეყანაში იქნება ნორმალური სიტუაცია, თუ ეს ხელისუფლება აღარ იქნება, ეს ქვეყანა არ დაკარგავს საკუთარ ფუნქციას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაალაგდება ერთმანეთთან სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი და რა კორიდორი იქნება იქ. ეს იქნება ერთი დიდი სისტემა კავკასიაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია საბოლოო ჯამში, თუ ეს ამბები დაალაგდა, მათ შორის ამ სამ ქვეყანას შორის და ჩვენთანაც სიტუაცია იქნა ნორმალური, ჩვენ შეგვიძლია რომ ამოვიდეთ იმ ორმოდან, რომელშიც ვართ უკვე საუკუნეებია და ამ რეგიონში იყოს მშვიდობა და ამ რეგიონში იყოს განვითარება და ამ რეგიონის წევრი ქვეყნები იყვნენ ევროკავშირის წევრები. მათ შორის სომხეთი ვახსენეთ, ხო? თურქეთსაც აქვს იგივე ამბიციები, რომ ისიც გახდეს ევროკავშირის წევრი და ამაზე საუბრები უკვე მიმდინარეობს, ვიცით რომ წლები გაყინული იყო ეს ურთიერთობა და ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს ურთიერთობები გაალღვეს, განვითარდეს და თურქეთი გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ ეს გამოვა და ჩვენ იმის მაგივრად რომ ევროპას დავშორდეთ, პირიქით დავუახლოვდებით ევროპას, ჩვენ შეიძლება ეს რეგიონი მთლიანად შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის ტერიტორიის ნაწილი და ეს რეგიონი მთლიანად გახდეს განვითარებული და უბრალოდ განვითარებული კი არა. ამ რეგიონში სადაც საუკუნეებია მშვიდობა არ ყოფილა, იყოს მშვიდობა და მეზობლებს შორის ცივილიზებული დამოკიდებულება. ოღონდ ამას ჭირდება ერთი ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენზე არ არის დამოკიდებული სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ურთიერთობა, ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ამ ქვეყანაში იყოს სტაბილური განვითარება და ამას თუ ვინმე უშლის ხელს, არის ქართული ოცნების ხელისუფლება. ხო, სპეციფიკური ვითარება არის ამ მხრივ, რომ მხოლოდ საქართველოს დარჩა ტერიტორია, სადაც რუსეთის გავლენები იზრდება. ხო? და ხელისუფლება ამას ხსნით, პრაქტიკულად აღიარებენ კიდეც ამას, რომ ხსნიან იმით, რომ ამით ირიდებენ ომს თავიდან. რომ აი თუ ეს არ იქნება, თუ ამდენს არ დაუთმობენ რუსები, ინსტიტუტს შემოვლენ და დაგვიწყობენ ერთიანად. აი ეს თემა არჩევნების მერე არის განხილვის თავარი თემა, ხო? დღემდე იყენებენ ამას. რა უნდა იყოს დღეს ამას პასუხი? აი იმიტომ რომ დღეს სხვა ვითარება ვიდრე არჩევნების წინ იყო, კიდევ სხვა ვითარება რუსეთისათვის, ხო? ფაქტები უნდა იყოს ამაზე პასუხი. სად არის ომი?
იმ ქვეყნებში, ვინც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანაა, თუ იმ ქვეყნებში, რომელიც რუსეთის პარტნიორია. ომი სად არის? ომი იყო სირიაში, რომელიც რუსეთის პარტნიორია, ომი იყო ირანში, რომელიც ასევე რუსეთის პარტნიორია. მაგალითად, ომი არ არის მოლდოვის რესპუბლიკაში, რომელიც ევროკავშირის პარტნიორია და მასაც აქვს იგივე პრობლემები, რაც ჩვენ. მათი ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული, მაგრამ მოლდოვა მათ შორის გაცილებით სუსტია სამხედრო თვალსაზრისით ჩვენზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი ომი მოლდოვაში არ არის. პირიქით, იქ ხდება ევროკავშირში ინტეგრაცია, იქ ხდება დამატებით ფინანსების მოზიდვა მათ შორის გრანტების სახით. მოლდოველი მოსახლეობისთვის, მოლდოველი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს ქვეყანა იყოს განვითარებული და 2030 წელს როცა იქნება ალბათ ერთ-ერთი ბოლო თუ არა ბოლო გაფართოება ევროკავშირის, იქ შევიდეს როგორც ღირსეული ქვეყანა და ევროკავშირის ნამდვილი წევრი. ანუ არანაირი ომი იმ ქვეყნებში, სადაც ევროკავშირს აქვს როგორც ინტერესი, ასევე დაუშვათ დაინტერესება იმაში, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური სტაბილური გარემო, ასეთ ქვეყანაში ომი არ არის. ომი არის იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ან რუსეთის მოკავშირეები, ან რუსების გავლენის ქვეშ. თუ ვინმე მიგვაქანებს იქეთკენ, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცნაირი ტიპის კონფლიქტში ჩართული, არის ის ხალხი, ვინც თulis რომ რუსეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მომგებიანი. სინამდვილეში ჩვენთვის კი არ არის როგორც ქვეყნისთვის მომგებიანი ეს ურთიერთობა. მომგებიანია იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ამ ქვეყანაში რუსული სტილის მართლობა. ისეთი მართლობა, სადაც თვითონ არიან ყველაფერი და სხვა დანარჩენი ადამიანები არაფერი. ერთადერთი მომგებიანობა ამ რუსეთთან დამოკიდებულებაში არის ის, რომ შენ შეგიძლია რაღაც პერიოდი ძალაუფლება შეინარჩუნო. თუმცა არა სამუდამოდ და ჩვენ ამის ფაქტებს გვაქვს. არის აი ამ ავტორიტარულ სტაბილურობაზე, რასაც ესწრაფვიან ირანი და რუსეთი ამ რეგიონში ყველაზე მეტად და როცა ფაშინიანი ვახსენეთ, ფაშინიანის შემთხვევაში აი უკვე მისი ფორმა, რა ფორმითაც მან გაიმარჯვა არჩევნებში და მოვიდა ხელისუფლებაში, უკვე ეს ფორმა იყო ანტირუსული. იმ გაგებით, რომ ის იყო დემოკრატიული წესით არჩეული ლიდერი, ხო? ლიდერი, რომელსაც მანდატი მოყვებოდა, კონკრეტული განახლებული მანდატი ამორჩევლისგან. თავისთავად აი ამ ავტორიტარული სტაბილურობაზე რაც არის რეგიონში, ხო, რაც რის შენარჩუნებასაც ცდილობენ რუსეთი და ირანი. რა ბედი ელის აი იმ პირობებში რაც მოხდა ირანში და რა პირობებში არის რუსეთი. სინამდვილეში არანაირი სტაბილურობა ავტორიტარიზმში არ არის. ავტორიტარულ ქვეყნებს თუ შევხედავთ, მათ აქვს მუდმივი პრობლემები. იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, სადაც იმ ქვეყნებს სადაც ავტორიტარები არიან ხელისუფლებაში და მართავენ, ყოველთვის არიან დამოკიდებული ასეთ ქვეყნები ეთიკათის გადაწყვეტილებაზე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც როგორც წესი ხშირად არის მცდარი, იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად არ არიან შეუცდომლები, ადამიანები უშვებენ შეცდომებს და როცა შენ არ არყავს არანაირი მაკონტროლებელი და არავინ არ გეუბნება იმას, რომ იცი რა ამ გადაწყვეტილებით შენ შეცდომას უშვებ, ყოველთვის ხდება მსგავსი არასტაბილური გარემო. იგივე მაგალითად შორს ვარ წავიდეთ და პუტინის რეჟიმს რო შევხედოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ პუტინიც არ ფიქრობს, რომ უკრაინაში მსგავსი ტიპის შეჭრა იყო მისი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ უბრალოდ იმ ხელისუფლებაში შეუძლებელია ვინმე გამოჩნდეს, ვინც პუტინს ეთყოდა, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება და შეუძლებელი იყო მათი გეგმების განხორციელება, ხო? მსგავსი ტიპის რეჟიმებში, სადაც ერთი ადამიანი ან პატარა ჯგუფი მართავს ქვეყანას, ყოველთვის ხდება მსგავსი კრიზისები. შეიძლება გარედან ისე ჩანდეს, რომ ეს ავტორიტარული რეჟიმები სინამდვილეში არიან სტაბილურები, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ არ არის კონფლიქტები ქვეყნის გარეთ, არის კონფლიქტები ქვეყნის შიგნით, არის სიღარიბე, არის განუვითარებლობა. ეს არის ზუსტად ამ ავტორიტარული რეჟიმების მინუსი და რომელიც ყოველთვის საბოლოო ჯამში მე მთავრდება კოლაფსით, ან კონკრეტული ხელისუფლების, ან მთლიანად ქვეყნის კოლაფსით. გააჩნია რამდენი ხანი არიან ხელისუფლებაში კონკრეტული ავტორიტარები, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ავტორიტარები ხავერდოვნად გაუშვიათ და ქვეყანას განვითარება გაუგრძელებია, ყოფილა ეს შემთხვევები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ამას მოყოლია ქვეყნის რამდენიმე ათეული წლით უკან წასვლა, იმიტომ რომ მთლიანად სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში ჩამოიშალა. მადლობა ძალიან დიდი.